გამარჯობათ ხალხო. სპეციფიური ლაივით ვართ. გვინდა რომ დედაენის პარკში მოვაწყოთ თავისუფალი ბაზარი. ჩვენს გვერდით არიან ადამიანები, რომლებმაც დღეს მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს გირჩის წინაშე და ზოგადად თავისუფლების წინაშე და გადმოეწერნენ თაწმინდაზე. ჩვენ გვინდა რომ ამ ხალხთან ვილაპარაკოთ თავისუფლად და ამიტომ გამოგვივა ისეთი თავისუფალი ბაზარი საგანგებო რეჟიმში, ესე რომ ვთქვათ. ცოტა ხო. ხმა ისმის თუ არა ხალხო რომ დაგვიდასტუროთ, თუ ხმა ისმის რომ შვიდად გავაგრძელოთ. ხო, ვახო, თავისუფალი ბაზარია, რაღაცა გამოდის რომ მე მიმყავს, მაგრამ მოდი შენ დაიწყე, რატო გადავწყვიტეთ აქედან თავისუფალი ბაზრის წაყვანა და რაზე გვინდა ამ ხალხთან საუბარი? ისმის. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო პროცესი დავიწყეთ. როგორც მე მგონი არ მოხდა საქართველოში არც ერთი არჩევნები, დაგეგმილი გვაქვს ორი ეტაპი. ფაქტობრივად ამ ეტაპის ეს არის ვიდრე არის იმის საშუალება. თაწმინდაზე გადავეწეროთ ყველანი და ფაქტობრივად ამით ვაჩვენოთ კიდევ ერთი ხრელი უაზრო სისტემაში, რომელიც რაღაც ვახოს ხმა არის მისო მაიცა? ცოტა ხმას აუწიოსო, რაღაც ასე ამბობენ. შეიძლება ეს არ მუშაობს თვითონ და იქიდან იღებს ხმას. მუშაობს თუ არ მუშაობს? მოდი აქედან დავიწყებ ამით. ასე მეგონი ისმის. კამერის მიკროფონიდან ისმოდა როგორ ჩანს. ოკეი, არ გჭირდება მე მგონი რა ისედაც მოვერე. ანუ ისმის, ხო ეს? ასე ისმის თავარაუდოდ კი. ოკეი. ანუ იმას ვამბობდი, რომ ძალიან საინტერესო პროცესი დავიწყეთ ჩემი აზრით, თქვა რა. ეს ყველაფერი, ანუ ორ ნაწილად გავყავით. ერთი ის, რომ ჩვენ ახლა ყველა ვაჩვენოთ კიდევ ერთხელ ნათლად სისტემის ხრელი. ეს სისტემის ხრელი არის ფაქტობრივად მაჟორიტარული სისტემის აბსურდულობა. თუ აი წარმოიდგინეთ, ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, რასაც ახლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ და მაგალითად თაწმინდაზე გადავიწეროთ ისეთი რაოდენობა ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ამ არჩევნებზე, რა. წარმოიდგინე, რომ მაშინ ესეთი ბერკეტი ხო ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა. ანუ რეალურად ხომ მსგავსი მანიპულაციებისთვის და მითუმეტეს მანიპულაციების როგორი მოყვარული ხელისუფლებები ყავს საარჩევნოდ, ხო ვიცით? ანუ გამოდის რომ აი ასეთი მანიპულაციით შეიძლება არჩევნებზე გავლენის მოხდენა, ხო? ერთი და მეორე მოდელი, რომელიც თქვა შეიძლება მოდელად როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ საბო პარლამენტში. ანუ ეს არის ადამიანი, სრულად ახალი ადამიანი, რომელიც გირჩის იმაში მოდის. ახალგაზრდა კაცია, ფაქტიურად მთელი მისი ცნობადობა არის განპირობებული საგანმანათლებლო ვიდეოების თარგმნით. ანუ ადამიანი ფაქტიურად ავრცელებდა იმ რწმენას, იმ იდეოლოგიას, რისით ჩვენ გირჩს ყველას გვჭერდა. ანუ ფაქტიურად სიმბოლოა ჩვენი, სიმბოლოა მათ შორის იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა ის გადის. საბო მეფე თინ თავის ერთის მხრივ ეპატაჟურობით და მეორეს მხრივ სრულად ადეკვატურობით სიტუაციის მიმართ, ხო? ჩემი აზრით ახლა აი ეს არჩევნები არის სრული საგიჟეთი, იმიტომ რომ არავის არ აინტერესებს საქმეზე ლაპარაკი რა. და მარტო ჩვენ გვაქვს იდეა, რომ გირჩი შევიყვანოთ პარლამენტში. მხოლოდ ჩვენთვის აქვს აზრი ამ არჩევნებს, ჩემი აზრით და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ამ არჩევნების პროცესით ავაშენოთ პარტია, ანუ ვაჩვენოთ რა შეგვიძლია თანამიმდევრულად, ზუსტად რა გვინდა. და აი ამ ყველაფრის დამტკიცება, ამ მთელი პროცესის სიამოვნებით და ხალისით გავლა, ჩემი აზრით არის საბოს არჩევნების მთელი მუღამი. დიდი მადლობა ვახო. მადლობა. ამ ისეთი საინტერესო მოხილვისთვის. იდეაში მე მგონი რომ სწორი იქნება რომ ამ ხალხს რომელიც დღეს არიან ჩვენი სტუმრები პირველად ესე რომ ვთქვათ ამ უცნაური თავისუფალი ბაზრის მივცეთ საშუალება რა გვითხრან ზოგადად რატო არიან დღეს ჩვენთან ერთად და ну ახლა ადვილი ხო არ არის მართლა სახში იგიდე და წახვიდე რაღაცა საბო მეფედ იდეის გარშემო თუ რაღაცა სარდაფში გადაეწერო ხო ანუ ჩვენ ხო გვესმის რომ მაგიტომაც ვაფასებთ იდეაში ამ ხალხს რომელიც აქ არიან ყველაზე მეტად იმიტომ რომ გვესმის რომ ამ ხალხმა ბევრ ამის გადააბიჯა და საჯაროდ ესეთი რაღაცა ხდება რატო კაცო ჩვენ თანამოაზრე მართლა ჩვენთან ერთად ერთობიან ანუ ამას მე მართლა ვუყურებ როგორც ძალიან სასიამოვნო პროცესს და ამ სასიამოვნო პროცესში მონაწილეობა ну კი რა თქმა უნდა ერთის მხრივ სამადლობელია მაგრამ მეორეს მხრივ არ ვიცი ძალიან სახალისოა რა
და მოუწოდებ სხვა ადამიანებს რომ ეს არ არის რაღაცა გმირული ქმედება, ეს არის უბრალოდ გართობა. ყველას ხო, მართალია, რეალურად თან ვერთობით და თან საქმესაც ვაკეთებთ. პრინციპში შეიძლება ითქვას და საბო პარლამენტში მნიშვნელოვანია ჩემი აზრით მინიმუმ იმიტომ რომ იქ სხვა პარლამენტარებს სისულელეების თქმის უფლებას არ მისცემს საბო და მინიმუმს რასაც გააკეთებს შეარჩხვენს ყველას ვინც იქ რაღაცებს იბოდიანებს და გარდა ამისა 20-20-ისთვის რა მნიშვნელობა აქვს ამას გირჩისთვის რომ საბო ეხლავე შევიდეს პარლამენტში ნუ ხო ისე გირჩი როდის აღმოვაჩინეთ აი პირველად რომ საბო ზოგადად საბო საჭიროება როდის დაინახეთ თქვენ ანუ ეგეთი ხალხის საჭიროება იდეაში გირჩი მე აღმოვაჩინე 2016-ში მე მგონი ზუსტად აღარ მახსოვს და ანუ მე ჩვენი იდეური თანხმედრები დავინახე და ძალიან მომეწონა და მივხვდი რომ უნდა ჩავთვლიყავი მეც ამ პროცესებში და ჩემი წვლილი შემეტანა შეძლების დაგვარად და საბო და ზოგადად თქვენი ხარდამჭერებიც და ასევე ლიდერშიპი ასე ვთქვათ ისეთი ხალხი ხართ ძალიან მარტივიანით გადმოსცემთ სათქმელს და გასაგებად ლაპარაკობთ ყველასთან რაც თავარია თან არგუმენტირებულად ყველას ესმის რასაც ამბობთ იმას ვისაც გაგება უნდა სინამდვილეში აბა რატო არ გვიმჩნევენ აი როგორ ფიქრობთ მაგალითად ნაციონალური მედიები ან ხო არის რაღაცა ისეთი თემა რომ აი მაგალითად ბიძინა გამოვიდა ილაპარაკა ყველაზე გირში არ უხსენებია რატო მგონია რომ არ გვახსენებენ აი რა ხო ანუ ვიცი რა არის ალბათ ის რომ თითქოს გირჩი ხო ეპატაჟურია, ანუ ესე გაითქვა სახელი საზოგადოებაში რაღაცა მარიხუანა ისა და ანუ მაგალითად ეკონომიკურ ნაწილზე რასაც გირჩი ლაპარაკობს, თითქოს ამას ყურადღებას არ აქცევენ და მაინც და მაინც მარიხუანა მოხდა ყველას თვალში და არასერიოზულად აღიქვამენ ალბათ და აი როგორც ასეთი რომ ძალა გირჩი არა, ამას არ აღიარებენ. მადლობა დიდი. ყველას ფიქრობთ. გამარჯობათ, ხვიჩა, პირველაშვილი. მე ვფიქრობ, რომ გირჩის გვერდზე დგომა არის ჩემთვის პირადად ღირსების ამბავი რა. ანუ იმ კონტექსტში რომ ადამიანის ძირითადი ფუნდამენტური ღირებულება არის თავისუფლება, ეს არის ამის ნომერ პირველი ჩემთვის ალბათ პირველად ერთი 5 წლის ვიქნებოდი თავიდანვე რომ ვცნობდი ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი და აკეთოს ის სიმფრებიც აქვს. ნას როგორც ადამიანს, იმიტომ რომ ადამიანია. ეს არის მოკლედ რო თქვა ღირსების ამბავი ჩემთვის ღირსი. დიდი მადლობა. მე აქეთ გავაგრძელებ. მართლა ვახოს გადავცემ ესტაფეტას. სალამი. მოგესალმებით. ამათ რამ მოგიყვანა დედაენის ბაღში? დედაენის ბაღში მოვედი იმისთვის რომ თუნდაც ერთი მხნით მეტი მიიღოს საბოლოო და ვიცი რომ ეს ერთი ხმა არ იქნება და რეალურად ამ ინიციატივას ხალხი აყვება და რეალურ გავლენას მოახდენს ამ თათმედის არჩევნებზე ეს ჩვენი წამოწყება. ანუ იდეაში მიზანი არის საბოს პარლამენტში შესვლა და საბოს პარლამენტში შესვლა ნიშნავს იმას, რომ დაიწყება რღვევა და მომავალ არჩევნებზე 2020-ში გირჩისთვის იქ უკვე ადგილი გამზადებული იქნება რა. ანუ ჩვენს მოდელად უყურებ ამას. კი ბატონო. და მოვიჩოჩები. სალამი. გამარჯობა. გამარჯობა. რა ქვია? თემო. აბა თემო, რა მოგიყვანა ამ ბაღში? ამ ბაღში მომიყვანა იმან რომ დაუჭირო საბოს ხარი, დაუჭირო გირს ხარი. სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება არ მაძლევს იმის საშუალებას რომ ხმა მივცეს საბოს, რადგან 18 წლის ადამიანად არ გთვლიან. ხო, არ თვლიან იმას რომ მე შემიძლია გავირჩიო ვინ იქნება ჩემი ქვეყნისთვის კარგი. ჯერ არ ვარ მაგათი აზრის ზად ამისთვის და ამის გასაპროტესტებადაც ვარ აქ და რავი გირჩის იდეის გასატანად პარლამენტში. რადგან ძალიან მნიშვნელოვანია რა. რატოა შენთვის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ თავისუფლებაა მთავარი გირჩისთვის და ეკონომიკური ხედვა რაც აქვს გირს საერთოდ განსხვავდება სხვა პარტიებისგან. ყველა არის თითქმის სოციალისტური და გირჩი არის ერთადერთი რომელიც კაპიტალიზმს და ლიბერტარიანს ხადაგებს ესე რა ვთქვათ. და ეს ძალიან სწორია, იმიტომ რომ თუ შევხედავთ სხვა ქვეყნების მაგალითს, დასაწყისში ღარიბმა ქვეყნებმა, როდესაც თვითონ ღარიბული, ესე დაიწყეს და არა სოციალიზმით, როგორც ახლა გვეუბნებიან, რომ ევროპაში ხო ეს სოციალიზმია, არა, ესე არ დაუწყეს. გამდიდრდნენ ხო, სწორია, გამდიდრდნენ მაშინ, როცა იყვნენ თავისუფალი ქვეყნები. თავისუფალი ქვეყნები. ხო, და დღეს ვეღარ მდიდრდებიან
მიუხედავად უკვე გამდიდრებულები კი არიან, მაგრამ მეც ვეღარ ვდიდებიან, იმიტომ რომ ძალიან შეზღუდულები არიან თავისუფლება შეეზღუდოს. რეგულაციები მათ აფერხებს სასწაულს. კაი ბატონო. შენ რაღაცა შემოგთავაზე კიდე და რაღაცას აკეთებ, ხო? კი, მე მაქვს ჩემი ანიმე საიტი, მე და ჩემი მეგობარს გვაქვს ერთი საიტი, რომელსაც ვახმოვანებ და ვაწვდით იაპონურ ანიმაციას ხალხს და მინდა რომ გირჩს ჩვენი საიტით დავეხმაროთ და იმ მაყურებლებს, რომელმაც არ იციან რა არის გირჩი, მისი იდეოლოგია, ჩვენი საიტიდან მივაწვნოთ ხმა. ანუ ორხრივად საინტერესო შეიძლება იყოს ჩვენი მეგობრობა, ერთი რომ ჩვენები შეიძლება შენთან ანიმეს ნახავენ და ვისაც გირჩი არ გავუგია და ანიმეს უყურებს, გირჩს გაიგებს. მადლობა. მადლობა თქვენ რომ არსებობთ ისე. ცოტა გამარჯობა. გამარჯობა. თქვენი სახელი? ორნიკე. აბა მოგვიყევით რა მოგიყვანათ აქ? აქ მოვედი საბოსხო მხარდასაჭერად და იდეების მხარდასაჭერად, რასაც გირჩი ლაპარაკობს, იმიტომ რომ კაი რაღაცებს ლაპარაკობს. თქვენ კონკრეტულად რა მოგწონთ? აი, თავისუფალი ბაზრის იდეა მომწონს მე ზოგადად. არა, იდეებიდან, აი რა გინდათ, რომ აი ქვეყანაში რა გინდათ ისეთი მოხდეს. აი ყველაზე მნიშვნელოვანი რა იქნება თქვენთვის? ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება აი ეროვნული ბანკი რა გაუქმდეს და მაგარი იქნება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზემოდან მიყვეს ეგრევე მარიხუანის ლეგალიზაცია და ასე შემდეგ. ბევრი კაი რაღაც შეიძლება რეალურად მოხდეს. მაგრამ მაგას გაკეთება უნდა და გამკეთებელი იქ არ არის, სადაც ეგეთი რაღაცები უნდა კეთდებოდეს. არის ჩვენთან ერთად და ჯობია იქაც იყოს და ამიტომ ერთი კაცი მაინც გაუსვათ. საიდან გადმოიწერე? დიღმის მასივი. აჰა, დიღმელი. აი, მადლობა დიდი. მადლობა თქვენ. თემო. მოდი ჩვენთან რა. გამარჯობა. სალამი. მოდი ჩვენთან წამოდინაში რა ქვია. წრეში. გავდეთ? აი, ჩამოჯექი სადმე და. სალამი თემო. შენ რატო გინდა რომ გახდე მთაწმინდელი ეს პროვინციელი კაცია? ბევრი რამის გამო. ჯერ ერთი პროვინცია. ქუთაისი არა, ვართ პროვინციად, მაგრამ ბევრი რამის გამო მინდა წინა ლაივში თქვი, რომ რაღაცა ასე მგონია ქართულ პოლიტიკაში ახალ სიტყვას ვამბობთ. აი ხა მარტო ეხლა არა, ზოგადად რაც გირჩი არსებობს მის მერე. მაგრამ ეხლა კონკრეტული ხელის შესახების შანსი გვაქვს. აი თითოეულმა ჩვენთაგანმა მართლა რომ აი რაღაც ერთი ადგილი გავარყიოთ, რაც აქამდე გვიკეთებია, შეიძლება ერთად ამას ყველაფერს მოუყაროთ თავის საბოს არჩევნებზე და საბო თუ პარლამენტარი გახდება, ძალიან ბევრ ადამიანს დავანახებთ, რომ ეს პოლიტიკური სპექტრი რაც აქამდე ქვეყანაში არსებობდა, რავი, ვერანაირ გამოწვევას ვერ ეპასუხებდა, ყველაზე რბილად რო თქვა რა. და რაღაცა ცვლილებების საწყისი მგონია საბოს პარლამენტარობა. შენ რამდენად რეალისტურად გეჩვენება? აი ეგეთი ეპატაჟური კამპანია ხო რაღაცა გადავიწეთ. ანუ რამდენად რეალისტურად გეჩვენება, რომ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ხო გასაგებია, რომ სიამდვილეში მარტო ჩვენ ვინც გადავეწერებთ, ისინი ვერ მოვიგებთ არჩევნებს. ანუ ამ ჩვენი რაღაცამაც რომ თვითონ თაწმინდელები უნდა დავარწმუნოთ, რომ ანუ რაღაც მნიშვნელობაში იღებენ თვითონ მონაწილეობას. რავი, რაც უნდა დაინახონ ამ ადამიანებმა, ის უნდა ნახონ, რომ ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად უყურებთ ჩვენი ამ მოქმედებით. მეორე ამ აქტით იმასაც დაინახავენ, რომ თქვა რა ბერკეტებია კასეთ სისტემაში ხელისუფლებას. ხელისუფლებას რა შეუძლია ასეთ შემთხვევაში გააკეთოს, ჩვენ თუ ამას ვაკეთებთ და ჩვენ ბევრი ძალიან მაგარი რაღაცა გავკეთებიასა და ძალიან კარგი რაღაცები ვანახეთ ხალხს, მაგრამ უნდა დაფიქრდეს ჩვენი ეს ნაბიჯი კიდე რას ნიშნავს საზოგადოების დიდი ნაწილი და მთაწმინდელებიც მათ შორის, ხო? ამას ერთ და იგივე წრეზე ამას რომ მოვრჩებით, მივდივართ და ანუ თელი ფაქტურად თელი თვე ვიგვით ქუჩაში. და მთაწმინდელებმა აქეთ უნდა დაგვიმტკიცონ, რომ რატო უნდა აირჩიონ სხვა ვინმე და არა საბო. უნდა შევეკითხოთ ყველას, ხო? უნდა გაუტრაკოთ. ხო, რატო არ მიცემენ საბოს ხმას და რატო აძლევენ სხვას, რა ხმას და საბოს გარდა აი სხვა კანდიდატი რით ჯობია საბოს და რითია საბოზე უკეთეს. კი, ეგ ლეგიტიმური შეკითხვაა და მაგის დასვის უფლება უკვე გვაქვს ჩვენ ნამდვილად რა. ბიჭო, რაღაც როგორ გაბრაზდნენ იცის შენს კომენტარზე, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გინდა რომ გააუქმო. ხო, შეგაგინეს. ანუ იცი როგორია, ეხლა შენ ფაქტურად 1000-ს იკეთებ. ჩვენ ხო რამდენი ხანია გვაგინებენ და რეაქცია აღარ გვაქვს და ეხლა უყურე როგორც კი აზრი კითხე ეგრევე შეგაგინეს. გადავიტანო.
მაინტერესებს რეალურად. ო, აი მოდი ჩვენთან მოდი მეგობარო. აი სადმე დაგით დაჯექი. ჩამოჯექი აი აქ ცოტა. აი ას. გამარჯობა. აქვია? ვახო. მეც ვახო. ეს რა გაწერია? რა კაი რაღაცები გაწერია. ვახო. თაწმინდელი გახდი? თანასარდაფელი ხარ? რა მოგიყვანა? გამარჯობა. რატო გიდა რომ საბო გახდეს დეპუტატი? იმის გირჩი ძირითადად დღისის მემჯერა და ერთადერთი პარტია, რომელიც ჩემი ინტერესებს ატარებენ ერთადერთი პარტიაა. და იმიტომ გადავეწერე თაწმინდაზე, რომ საბოს პარლამენტში შესვლით, იმიტომ რომ პარლამენტში ისმოდეს გირჩის სხვა. ხო და აი ყველაზე მაგრამ მართლა რა გინდა? რა გინდა რომ თქვათ, რომ აი შენ გაგიხარდეს პარლამენტში? მართლა. აი ხო თან რომ გახალისდე რომ აი ეს ნეტა ვინმე თქვას პარლამენტში, როდის მე რამე ეგეთი გიფიქრია? ეგეთ სიმართლე გითხრა არ დაფიქრებულა. ხო, მაგრამ წარმოვიდგინეთ როგორ ავანტურაში იღებ მონაწილეობას, გადაეწერებ თაწმინდაზე საბოს გამო. რაღაცა ხო გინდა რომ საბოს გამო არ შენ გამო. ხო, შენს გამო გასაგები. რაღაცა ხო გინდა რომ იქ შენი სახელით თქვა რა გინდა? ან რამე კანონი გავაუქმოთ, ან რამე მივიღოთ, რამე უხება რაც გამიხარდება ეს საშემოსავლო რო გაუქმდეს. საშემოსავლო გადასახადს ერთში შენ. ძალიან კარგი ვახო, ჩვენი რამე სავალდებულო სამსახურს რა თქმა უნდა. დაგეხმარეთ მაგაში? კი. კარგია. მადლობა ვახო. მადლობა. ვინ ყავს კიდე? ჩვენთან ხართ? კი. მოვა. იყავი, გამარჯობა. ლექსონ. ოპიცადე. სალამი ლექსო. ირაკლი. სასიამოვნოა ირაკლი, მე ვახო. დაჯიქით, როგორც იყავით, დაჯიქით და ესეთი უცნაური ფორმატი გვაქვს ამ ჩვენი თავისუფალი ბაზრის, არ ვიცი, იცით ხო, თავისუფალი ბაზარი მიმყავს ხოლმე და ეხლა აი აქედან მიმყავს ესე უცნაურ რეჟიმში და ვეკითხები რა ადამიანებს, რა მოიყვანათ აქ, აი მართლა მნიშვნელოვანი მათთვის რა არის. თავისუფლებისკენ მინდა რომ ვიარო. და? მაგარ მომიყვანა. და ანუ ხო აი ეხლა ვაპირებ რომ გადავეწერო რა. ჯერ არ გადაწერილ ხარ? ეხლა ჩამოვიდა. საიდან ჩამოხდი? უშეთს რაიონში წავ. დუშეთიდან ჩამოხდი თაწმინდაზე გადასაწერად. ვაიმე რა მაგარია. არ ფული არ ქონდა? ანუ აი ამას ქვია გირჩის მხარდამჭერი, აი განსხვავება გირჩის მხარდამჭერსა და სხვა პარტიის მხარდამჭერს შორის არის ეს, რომ ადამიანი ჩამოვიდა ავტოსტოპით საიდანღაც რომ გადაეწეროს თაწმინდაზე სარდაფში. აი ამიტომ მოვიგებთ მე მგონი ჩვენ ამ არჩევნებს. საერთოდ ომს. ხო, და საერთოდ მე ომს. თქვენი მეგობარია? მაგაცია ჩი. და ერთად ჩამოხვედით? არა, თქვენ თბილისში რეალებს. აი, თქვენ რა მოგიყვანეთ ამა? რა მომიყვანეთ და სიმართლე. ორა, აი რა არის თქვენთვის სიმართლე? ეს იდეოლოგია რაც არის რა. სწორი მართულებით ის. ან თავისუფლება გინდა. აი რა თავისუფლება გინდა? აი რა თავისუფლება გაკლია? აი რაღაც ხო გიშლის ხას? კი. რა არის? ყველაზე თავარი. ყველაზე თავარი მე აზრით არ უნდა იყოს ჯაგები. ანუ თავრობა გეხება. მადლობა. აი ხა. ჯებიც მათ შეგვიფერდება ზოგადად. ავალ მე მივხვდი მაქსიმუმს. მინდი აბაშენის. მადლობა. ახლა რა ვიტალი ჩამოვიდა. სალამო. ლაიში ხარ? როგორ ახარ? კარგად. ძალიან კარგად. ძალიან კარგად და თაწმინდელს უნდა და თაწმინდელობა და რაღაცნაირი ისეთი. ეს ლეკვი უნდა გახდეს თაწმინდელი? ეს გახთავ. უკვე თაწმინდელი. კი, თავის თანამოძმეებთან ერთად ესეც ჩვენი თანაკომბელია ესე თქვა. ასე რომ გავძლიერდით. თანასარდაფელი. დაცვაც ყავს რა თუ რამეა. პერი ვერას დაგვაკლებს.
ძალიან კარგი, რა როგორ ხარ? რა კარგად. მეგონი ამხიარულებს საკაურ სიტუაციას. კარგია, ორი ხალხი უნდა მოვიდეს, ამინდი კარგია, ანუ საუკეთესო ამინდია მთაწმინდაზე გადასაწერად. ესეთი ამინდი მთაწმინდაზე გადასაწერად არ ყოფილა არა. დროს და უნდა გამოვიყენოთ. დარჩა სულ რაღაც 8 დღე. 8 სამუშაო დღე დაგვრჩა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თითქოს რაღაცა მართლა ესეთი ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს რაღაც გართობაა, მაგრამ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ეს შანსი, რომ რაღაც ჩვენი რაღაც მცირე წვლილით გადმოვეწეროთ. გადმოწერა არ არის საბოლოო მიზანი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ, რომ ბევრი ვართ, ვისაც სურვილი გვაქვს, რომ რაღაც საბოს გვერდში დაუდგეთ და დანარჩენები მერე შემოგვიერთდებიან უკვე აი ამ 8 დღის მერე უკვე კამპანიის ახალი დაზე შევალთ უბნებში. შეიძლება, ხო? მადლობა და დამატებები მოდით ყველა. აბა მოიცადე თუ ზუგდიდელთან შენ უნდა ის გადმოგცე ესტაფეტა. ოკეი. აი დაჯე ჯობია და ისე ვიჯდეთ. გაიცანი ხალხს და რატო დათმე ზუგდიდელობა და ზუგდიდის არჩევნები, სადაც რავი, ხალხი მთელი ამბავი არ კი იცი, მთელი თავრობა ზუგდიდში ყავს გაგზავნილი ჩვენ. ყველას მაგარი ამბები იყო. ვიტალი ვარ გულჩია. რაიონიდან. გირჩამდე როგორ მოხვედი? შენ ახ გიცნობთ იდეაში მე თავს ხარ მოვიტყვი, კაც ახამდეც გიცნობთ და ესეთ ხარ მაყურებელი არ იცნობს და ამიტომ მაინტერესებს ზოგადად მართლა არჩევნები გირჩია კაცი და არჩევნებზე რატომ მოდის ეს ვიცი ობიექტურად ახლა. ობიექტურად ის მაინტერესებს აი ზუგდიდილმა კაცმა როგორ გვიპოვე ესე რომ აქ ჩამოხვედი ახლა. აი ეგ არის უფრო საინტერესო ჩემი აზრით. მაქსიმუმ 2 წელი იქნება. წელიწადნახევარი 2 წელი იქნება, რაც უბრალოდ ვიდეოები შემხდა და გადავედი ვიდეოდან ვიდეოზე, მე საბოს თარგმანებს უსმინე, მე უფრო ინტენსიურად თქვენს გისმინეთ და რა ვიცი, ნელა მართლა გითხრა, შინაგანი ყოველთვის გზნობდი, რა ვიცი, თავისუფლების ფასს, მაგრამ ესე გააზრებულად არასოდეს. რა იყო ის საერთოდ თუ გახსოვს პირველი პროდუქტი, რამაც შენ ყურადღება მიიქცია? არა, სტატუსებს. მარიხუანა ცებამ ჩემზე მაგრად იმოკვდა, იმიტომ რომ შინაგანად მეც ძალიან მაწუხებდა ხოლმე, როცა ამაზე კაცის დაჭერა მიჭირდა. აი ჩემზე თავი. ნუ სერიოზული არგუმენტია იდეაში. თან მორალური არგუმენტია. ესეთი განცხადება მე მართლა არასოდეს არ მომისმენია, რომ ვინმეს ეთქვა. მართლა პირველი ადამიანი ხარ და ესეთ განცხადებას ველოდები თქვა მოსამართლეებისგან, რომლებიც ისე იქცევიან, როგორც იქცევიან. ხო, არა, ფაქტი. მართლა თავს ხო ვერ ჩავდა. ექსპრომტია, ხო, ჩაულებრივად პირველად მოხდა ჩვენ ცხოვრებაში, აკო ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი რამე. აი რასაც შენ, აი შეიძლება ეპატაჟად რომ მიიღეს, განცხადება რომ გავაკეთეთ მოსამართლეებზე, რომ უზენაეში დავნიშნავთ მაგ მოსამართლეებს, ეხლა ვინც იტყვის იქ რა ხდებაო, რა. ერთი ნათქვამით რატო უნდა გაკეთდეს? რამხელა მნიშვნელობა აქვს, თუმცა ადამიანი ამას უბრალოდ მორალურ სპექტრში გაატარებს, რა უწევთ იმ ადამიანებს, სადაც ისინი აკეთებენ, ხო? ხო. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია სხვათა შორის. აი იცი რა არის მაგალითად შენნაირად რამდენი ადამიანი უყურებს სიტყვაზე შენი ყოფილი მეგობრებიდან ან იმ ხალხიდან რა წარმოდგენა შეიძლება ჩვენ გქონდეს ადამიანებზე, რომლებიც რა ვიცი, შეუძლია თუ არა იგივე ან როგორ შეიძლება გაიარონ იგივე რა ჩვენ გაიარე. მაგაზრამდე როგორ შეიძლება ეს ხალხი მივიდეს, ან მიდიან თუ არა სხვა გზაზე არიან. ალბათ ის გზა რაც მე გავიარე. მეორე გზა ბოლომდე რომ ეს გაიაზრონ აუცილებლად სისტემას უნდა ჩამოშორდნენ ალბათ. მე მგონია რომ სისტემის შიგნით ბოლომდე მაინც ან იმ დონეზე უნდა მიხვიდე ამაზრამდე რომ იქ თავრობა დატოვო, ან როცა დატოვებ და მე შეიძლება გაიაზრო რა ბოლომდე. შინაგანად ძალიან ბევრი გზნო, ძალიან ბევრი ხდება დღესაც, უკვე 7 წელია მან აღარ მუშაობ და ძალიან ბევრი ხდება. ვინც მეუნება რომ მათ ვადევნებ რაღაცა შენ სტატუსებს, რაღაცებს, გაზიარებულებს ვიდეოებს ვახურს და შენთან ვარ, ლაო მესმის ყველაფერია. ესე ეგ ძალიან საინტერესოა. არავინ არ ამბობს და რაღაცა, მაგრამ ნუ პირად საუბრებში თითქოს ყველა ხდება რა ვიცი. მე ვინც შემხდა ჩემი ყოფილი მეგობარი, ახალებს ბევრს არ ვიცი. ჩემს მერე მოვიდა სისტემაში, ვინც ხდება, ყველა მასე მეუბნება. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მე მაინც მგონია მე და ვახუშავ საუბრობთ ხოლმე ამას და მე ზოგადად ვფიქრობ, რომ იმისთვის რომ ჩვენ გამარჯვებას მივაღწიოთ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ხალხი, რომელიც სისტემის შიგნით არიან, რაღაც
რას თვალსაზრისით იყო ჩვენიანები, ანუ შინაგანად იყვნენ ჩვენიანები. ჩვენ მათი კეთილგანწყობა გვჭირდება და ნუ ზოგადად გონია რომ თავარი ამოცანა რაც გვაქვს არის ის ამ ხალხს გავაგებინოთ რომ მათი მტრები არ ვართ, ანუ კონკრეტულად ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც უნდა რომ ეგეთი ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის რისკავენ რაღაც თვალსაზრისით, სხვა ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად, მორალურად სწორ საქმეზე დაიხარჯონ და მათ წინააღმდეგ არ მოდიოდეს აგრესია, რომელსაც იწვევს ადამიანების მიერ უსამართლოდ მიჩნეული ბრძანებების შესრულება. მარტივად რო თქვა, მოძალადეებზე რო იყოს მათი ყურადღება მიმართული, ანუ რაც ნებისმიერ ადამიანში ხო რეალურ დანაშაულზე დაიმსახურებდა პატივისცემასაც, კეთილგანწყობასაც ყველაფერს, ხო? ანუ როგორც კი სისტემა ამ ადამიანებს აღარ დაავალებს რეალურად უდანაშაულო ადამიანების დევნას, მათი როლი შეიძლება იაგო, აი ყველაფერს რო თავი დაანება, აი იმას რო ის სახელმწიფოა, იქ რაღაც სისტემა, ბიუროკრატია, ის არის, ყველაფერს რო შევეშვათ. უბრალოდ ის რო სისტემა მათ არ დაავალოს უდანაშაულო ადამიანების დევნა. კანონით. ხო, კანონით არ ევალებოდეთ რა. ეს შეცვლის უკვე სრულიად სურათს. სხვა ადამიანებს მივიღებთ. მე უკვე იქ ედავე იმას კორუფციაზე, იმაზე, მაგრამ ხვდები? ანუ რაც ჩვენ შემთხვევაში აი 6 შენი კოლეგა რო იმას სრულჩვენებას რო იძლეოდა ჩვეულებრივად, ხო? და ამათვის ყველაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. ყოველ დღე შვებიან. როგორ შეიძლება ესეთი ადამიანები მუნდირის დაცვის თემა საკუთარ თავს პატივს ცემდნენ, ხო შეუძლებელია, ანუ ეგ რაღაც სტერეოტიპული მუნდირის დაცვა. რაღაც მოსი წარმოვიდგინე რომ მაგათთვის ჩვენზე უფრო ეთილის ყოფილი ხალხი ხო შეუძლებელია რომ იყოს ჩვენ მათ იდეაში აი ამ ხელალ ტვირცაცლი. ანუ ამ საკეთება რო არ უწევდეთ, ხო სხვა ხალხი იქნებოდა. რა თქმა უნდა. მეგონი შიგნიდანაც სამი რაღაცა პრობლემაა. ერთი არის რომ არავინ მაგათ სისტემაში როგორც ადამიანებს ისე არ უყურებენ და არ ექცევიან. არა ადამიანურ პირობებში მუშაობენ ყველა აბსოლუტურად და დიდი წნეხის ქვეშ. მეორე დიდი პრობლემა არის აი რაღაცა ხისთავიანი რობოტი რამოდენიმე სასტავი, რომლებიც მათზე მეტად ქაჩავენ, იმიტომ რომ მათთვის რაღაცა მორალური ზღარი საერთოდ არ არის, ასე ბოლოში. და ისინი უფრო ბევრად წინაურდებიან, წინ მიდიან და შინაგანად უფრო მორალურად გამართლებული ხალხი უფრო დაბლა გასხოლმე. რა ძნელია რომ წინ წახვიდე და გაიქაჩო, როცა მართალი ხარ. როცა სისტემა ჯალათობას ითხოვს შენგან, მორალური ადამიანები ვერ წინაურდებიან მარტივია. ნუ მესამე ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის სტატისტიკა. სტატისტიკა რის გამო აი მოთხოვენ უაზროდ რაღაცას რა ვიცი სტატისტიკა გასწორდეს გეგონება. იცი რა მაინტერესებს? აი შეიძლება ხელშორის მინდოდა ვიღაც ადამიანებთან, ანუ მათ შორის ვინც პოლიციაში მუშაობდა, მეკითხა ობიექტურად, ანუ რაღაცა არაპოლიტიკური და რაღაცა იმის, ანუ ობიექტურად მაინტერესებს. ეს ბოლო პერიოდია, რო დავდივარ მანქანით ქუჩაში, ადამიანები ჩხრიკავენ, ანუ მანქანა გაჩერებული ყავს, ხალხი რაღაცა კაპოტზე არის დაყენებული და ეს ხელს უთათუნებს ვიღაცეები. ეს ბოლო ერთი კვირა განსაკუთრებით თვალში მხვდება, ანუ ფიზიკურად რო დავდივარ მხვდება. რის გამო აი მიზანი რა შეიძლება ამის იყოს ზოგადად და ეს დანაშაულის ეს სტატისტიკა რო გამოქვეყნდება, ახლა გამოქვეყნდა და რაღაცა მოიმატაო და მე ეგრევე ეს ჩხრეკა დავიწყეთ. მაგასთან არის კავშირში თუ რამე სხვა რამესთან შეიძლება იყოს კავშირი? რა შეიძლება პროსტა ველოდო? სტატისტიკასთან რო აშკარად პირდაპირ კავშირშია, მაგას წყალი არ გაუვარდა. გინდა რაღაცა იმ რეიდებს რო ეძახიან ამას რო ჩაატარებ, რაღაცა მაინც გამოვლინდა, ვიღაცას დანა მაინც უდია. ხო ეგ რად გინდა? ანუ ეგრე კაცი რომ კიდო ბოლო და პოლიციის წინააღმდეგობა ეკიდება ან რაღაცა ვიღაცა ხო ძალით დამნაშავედ გამოყვანა სტატისტიკას კიდე უფრო მეტად ხოზრდის. თუ გახსნილ დანაშაულზე ჩალიჩობენ. ხო არა რა თქმა უნდა გახსნილ დანაშაულზეც აი ეგ ერთი ხარია გახსნილი დანაშაული, მეორეა რომ აი იცი რა როგორ დავიჯერო შენ უბანში არაფერი არ ხდება. ეგეთი თემებიც არის რომ ნუ როგორ არ ხდება კაცო. აი კაცები კრიმინალი არ არის შენ უბანში. ეს უკვე პრობლემაა მე ვიწევს ვიღაცას რომ რაღაცა კრიმინალი მოკლედ გამოძერწოს რა. სიგიჟეა. მართლა ეგ უნდა შევცვალოთ, ანუ მე მგონია რომ ქართულ პოლიციას იმაზე უკეთეს ვერ გაუკეთებს, ეგ რო შევცვალოთ, რომ სხვანაირად დავანახოთ ზოგადად ადამიანებს პოლიციის როლი. რაც არის მისი როლი რეალურად. გაკრიმინალებულ თემაში, რა დანაშაულად ცეულ ქმედებებში
აი ეს რო ჩამოაშორო, მე მგონია რომ ქართული პოლიცია ვაფშე პირველ ადგილას ავგავა. ამის ფონზე აი ამდენი ნაგავი რაც ამას მოყვება და ყველაფერზე ერთად უწევს მუშაობა. ეს თემები რო ჩამოაშორო, ქართული პოლიცია მართლა გახსისაც და თუნდაც ყველაფრის მოსაზრება მე მგონი ყველაზე მაღალ დონეზე იდგება. ძალიან მადლობა ვიტალი. ძალიან სერიოზული ჩართვა ყო და მართლა მე მგონი ეგეთ ჩართვა არ ქონია აქედან მართლა გულწრფელად. ცოტნე. თავისუფალი ბაზარი მიყვავს აქედან. არ გინდა რომ რამე შემოგვეშველა. გაკეთეთ მოხალთო. აი კიდე რა ჩამოვიდა. აუ, დაჯექით რა, მაიცა? რამ გააკო კრიმინალა ხალხი. სადმე დაჯექით რა? კონტრაბანდული სიგარეტი. გოლვარში. არა, ჩართავ. ეს აიღე ჩემი კომენტარი? კიდე ჩვენ რო ყოველდილით მე და ცოტნე რო ცოტნე ვიტალი მოდი ცოტნე ყოველდილით ლაპარაკობს იმაზე რა ქვია რო გავაკრიმინალეთ ხალხიო რა უაქციზო სიგარეტი როა აგე ვიტალი როგორ გავაკრიმინალეთ ჩამოიტანა რა ოპერიონის ამბოვი საყიდულო მაგარი ბაზარში სამი პაჭკა უკვე ანუ ჩოლვათ იყიდება ხო არა 2 ნახევარი ეს ალბათ არა 2 დღით ვარ და ჩემი ერთი 2 ბლოკი ხო არა არა ეს ამ მარკის რომ აფხაზური ვაქცინას 2 ნახევარზე ნაკლება და ვერ ვარიანტი ფილტრია 5 ლარიდან ზემოთ მართლა ანუ ორჯერ იაფათ მინიმუმ რა შეიძლება სამჯერ იაფათ ხო ანუ და ეხლა ამის გამო რომ ესეთი სტიმული შეუქმნეს ხალხი უნდა დაიჭირონ რომ ეს არ გააკეთო ანუ ხაფანგია მოწყობილი ჩოლო ხაფანგია მოწყობილი ყველი დევს თუ ყველთან თავზე დაგარტყამ მოსახლეობას დაუგეს ხაფანგი ხაფანგი დასდევენ თან მაგარია რომ ანუ აფხაზეთთან სასაზღვრო ანუ ხელოვნური სასაზღვრო ზოლი ენგურზე გადის არის 32 კილომეტრიანი ზოლი სადაც თავიდან ბოლომდე ჩაკეტილია დარჩენილია მარტო ერთი ხიდი ამ ხიდზე გადასვლა გადმოსვლის განდა შანსი არ არის ვერავინ აი თევს რო იჭერენ და აქეთ მხარეს ვინცხედან იმათაც მიათრევენ რა რეალურად და იმ ხიდზე დგას ნუ რა ვიცი სუსი კონდაზვერვა კრიმინალური პოლიცია რა ვიცი განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო ყველა დგას და რეალურად 60,000 მოსახლეა დამატებული დევნილები ზუგდიდში და მათი 80% ამას ეწევა ხა ამდენი ადამიანი ყოველდღიურად რომ მოამარაგო არ ვიცი რა გამოაპარო რეალურად აბა მაშინ ხალხს აზე იჭერენ მართლა კაცო ეს თუ ზუგდიდში ბაზარში იყიდება ანუ გამოდის რომ შერჩევით იჭერენ ხალხს ანუ რანაირად შეიძლება სხვანაირად ეს პური იყოს თავისთავად ატარებენ და მე ალბათ ეს ფინანსურ პოლიციას ეკუთვნის რა იმათ თავის ну სიგიჟეა მართლა სიგიჟეა პოლიციის სტატისტიკაში გახსნები აქვს რა პრობლემა არის ნებისმიერი სიგარეტის გამყიდველი ყიდის ამას ზუგდიდში რამდენჯერაც არ უნდა შევარდნენ დღეში იმდენჯერ ამოიღებენ ამას რა პრობლემაა ორ დღეში რამ დღეში ერთხელ ასწორებენ აი ისეთია ფონი ჭალაში როცა უნდათ რომ შევარდებიან ნარკოტიკებზე რომ საქმეა გასახსნელი და იცი რომ გარანტირა რომ შევარდები ვაფშე რომ უდანაშაულო იყოს ოჯახი რომ გამოათრიო აღმოუჩინე 10 კილო ჰეროინიო ყველას ჯერა რომ ფონი ჭალაში რადგანაც იყო ეს კაცი 10 კილო ჰეროინი ექნებოდა აბა რა კაცო ახლა ფონი ჭალაში ზატო ცხოვრობდა აბა ხო აბა რა ფონი ჭალაში ხო გამარჯობათ ვიტალი ძალიან მადლობა მართლა ფასდაუდებელი ისა გვაქვს ინფორმაცია მოგვაწოდე მართლა სათან საჯაროდ არც ველოდი ღმერთია მოწმე გამარჯობა რატო ხართ ჩვენთან ერთად ხარით რატო ვარ თქვენთან და მეტი თავისუფლება მინდა და იმით პირველ რიგში იმიტომ რომ თქვი რომ ანუ სწორი ხედვებია რომელიც აუცილებელია ამ ქვეყანაში განსახორციელებლად და ესა მე იმიტომ რომ ხელში აღმივიდა ამდენი დალაი ლამა პარლამენტში მთავრობაში დასჩენ ანუ დალაი ლამაში გულისხმობს ტიპებს რომელსაც ჯერათ რომ იქ იმიტომ არიან რომ ჩვენ ისინი მათი ჭკუისა და გონებრივი შესაძლებლობების გამო ავირჩიეთ და მე თვლიან რომ მათი იციან როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ ამ დროს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს და რა ვიცი ალბათ ბევრს თავის ცხოვრებაც მოუწყობელი აქვს და მოუწყობელიც რომ კონდეს თქვი რომ არ აქვს ისე რომ მე მასწავლოს როგორ უნდა ვიცხოვრო ანუ ადამიანის თავისუფლების კი ანუ მე თუ მეორე ადამიანი თავი პრინციპი რაც არის მე თუ მეორე ადამიანს არ ვწავლში მე მაქვს სული თავისუფლება ჩვენ როდის აღმოგვაჩინეთ ჩვენიანი ხარ გეტყო ბაშკარას ამიტომ აღარ გითხარ ამდენხანერად აღმოგვაჩინეთ აში ანუ იდეების დონეზე დიდი ხანია მაგრამ აი რომ გირჩი არსებობდა რომელიც ანუ გირჩი არსებობდა რომელიც იგივეს ფიქრობდა რასაც თქვენ ფიქრობდით სიტყვაზე ეს გირჩი რომ არსებობდა და რაღაცებს ფიქრობდა ეგ თავიდანვე აღმოვაჩინე მაგრამ მეც რო იგივეს ფიქრობდი გავაცნობიერე სადღაც წელიწად ნახევარი აქვს კაი გრძნობა
ვიცი რომ კაი გზნობაა. როცა ხედავ ადამიანებს შენაირად ფიქრობენ და საერთოდ არასდროს არ შეხვედრი ხარ, მაგრამ ზუსტად იქ ისე უყურებენ სამყაროს. საქართველოს კიდე ერთი პრობლემა პოლიტიკაში რაც არის, ანუ ტიპები რომლებიც აი დაუშვათ ნაციონალურ მოძრაობას უჭერენ ხალხს. თავიანთი ხარდასაჭერი პარტიის მიმართულებაც კი არ იციან. ანუ ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ მე ამ პარტიას ხარს უჭერ, ტიპებმა ისიც კი არის, ანუ მისის პარტია მემარცხენეა, მემარჯვენეა, ცენტრისტი, აი ამაზეც კი წარმოდგენა არ აქვს, არათუ იმაზე ზოგადად რა უნდა. ანუ იდეოლოგიურ პრობლემა ის არის რომ აი ეს მიმართულება არსი არ აქვს და ისტები არის რა ვიღაც სისტემები არის. ანუ ტიპისტები არიან, ვიღაცა მასტი. ტიპი ვიღაცა ვინც უნდა უშველოს რა და დღემდე ეს არის აი ძინა არის ვინც უშველოს. რაღაც და მე რაღაცა ვიღაც ჯიგოში პური არ ჩაუნდო. ცოტნე მოდი დაგვილაპარაკეთ ცოტნე. Yes. რა ხდება დღეს მითხარი, შენ საიდანღაც მოხვედი და ჩვენა კაი ხანია ვზივართ. იქიდან იქ ხარიყავი იუსტიციის სახლთან. ილეონიდან მოვედი. აი, ილეონიდან ჩვენ ვართ, მე მგონი ერთად საუბრობდით დღეს. რომ შაბათიდან ვაპირებთ უნივერსიტეტებთან საუბარს სტუდენტებთან რომ გადმოეწერონ. შენ აიჩიე რომ შენ თქვი რომ ილეონი არის ერთ-ერთი ისეთი უნივერსიტეტი, სადაც ხო, რომელსაც პატივისცემა ეკუთვნის, იმიტომ რომ იქ ადამიანებს ესმით, უფრო მეტი პროცენტულობით ადამიანებს ესმით ზოგადად სამყარო როგორ ფუნქციონირებს. რა გაძლევს ამ რწმენის საფუძველს და აი შენ როგორ წარმოგიდგენია რა უნდა ვქნათ ასეთ ხალხთან. მოკლედ ჯერ იმით დავიწყებ, რომ მართლა პატივისცემის ამბავი, იმიტომ რომ ან გირჩი რაღაც ჩვენი რესურსები ხო გაგვაჩინა და სულ ფიქრობ, სად მიმართოთ ხოლმე ძირითადად მსგავსი ტიპის აქტივობების დროს, ხო, გირჩი იშვიათად გამოდივარ გარეთ. და მე ხა გადავედით იმ მუშაობის იმ ეტაპზე, სადაც გარეთ გამოსვა და ესე მუშაობა არის ხა საჭირო. და ამ საკითხში ხა წინაზე ჯაფარასაც როცა ქონდა თავის კამპანია, გადავწყვეტ რომ სტუდენტები იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ყველაზე საღი აზრი იღებოდა სტუდენტებში, ეს დაბიჭდება ქონდა. იდეაში გამართლა დავინახეთ რომ ახალგაზრდა ადამიანებს ესმოდა ჩვენი და თუ ვინმესთან ღირს დროის ხარჯვა, თან საუბარი და სხვა სტუდენტები გონი. და ამ ნაწილში შევაჩინოთ რომ რამოდენიმე უნივერსიტეტი იყო, სადაც ის იდეა რაც ჩვენ გვაქვს, მათთვის უფრო სენსიტიური. უფრო მეტი ადამიანი ისტორია, რამდენიმე ადამიანი ყველა უნივერსიტეტში იქნება ალბათ იგივე აზრის მაგრამ. ხო, ახლა სტუდენტების ყველგან ევასებოდით, მაგრამ შევაჩინოთ რომ ფრიუნი, ილეონი რაღაც გამოკვეთილად ჩვენიანი ტიპები იყვნენ და ეხლა ამ აქტივობის ამ ფორმაზე ვარ გადასული, გარეთ გამოვედით, როგორც მოდი გირჩი პარტია ხა, პარტია ვარ ხა ეხლა პარტში რო ვიცოდეთ, რასაც ოფისში უნდა ვაკეთებდეთ, ის ფორმა არ უხდება ჩვენ საქმიანობას და გადმოვედით ამ რეჟიმში. და ამ რეჟიმში გადაწყვეტ რომ უნივერსიტეტებში მივიდეთ, პირველი უნივერსიტეტი ესეთ იქნება ფრიუნი. ფრიუნში არის ჩვენი ბევრი მხარდაჭერი სტუდენტი, რომელსაც ცალკე სხვათა შორის კაისა ვაკურდები ხომ განსხვავდება ფრიუნელი სტუდენტი და ფრიუნელი გირჩელი სტუდენტი საერთოდ რითი განსხვავდება? ბევრი რამე, ანუ ისინი რაღაც არა ისეთი ტიპები არიან, კი ხდება რომ ვიღაც თავისი ლექტორა ტიპები არიან, რომელიც რაღაცებს ასწავლიან, მაგრამ არ არიან ანუ სანთელი ტიპები, რა ამ სინათლეს სხვას გადასცემს ეს мотиваცია იმ ადამიანებს ნაკლებადაა. მაგრამ გირჩელი ფრიუნელობა კვლავ წარმოება ტიპები არიან, რა დამოუკიდებელი როჟები არიან, გირჩი თანთებულები, რომელსაც ფრიუნიც რო გაუქრეს და გირჩიც გაქრეს, თავისთვისაც თავის სამეგობროში შეეცდება ეს აზრი გაავრცელოს. ხო, ნუ ხა ის IQ-ს ამბავი მგონია მე ეგეთი რაღაცები, ზოგადად მგონია რომ ეგ ხალხი პროსაუბრობთ IQ-ი არიან უფრო მაგრები ზოგადად ჩვეულებრივად და ამიტომ აქვთ დიდი ხნის განმავლობაში ინტერესი იდეის მიმართ, რასაც გირჩი ასხივებს. ამიტომ ეგ მგონია რომ ბუნებამ დააჯილდოვა რაღაც თვალსაზრისით ეგრე ასევე ეს ხალხი. და ეს ხალხი კონცერტდება ფრიუნეში და ხო, იმიტომ რომ იქ მეტი ისინი პირობები არსებობს, რომ მოკლედ ადვილად სადაც უფრო ვერ ხვდები, იქ უფრო მაინც ნებისმიერ შემთხვევაში მოსახვედრად გჭირდება მაღალი IQ. ამიტომ ის არა ქვია, ხო, საინტერესოა სხვათა შორის არგუმენტი მოვისმინე. შენ აი მაგალითად რას ეტყოდი იმ ხალხს ახლა ვიზით საუბრობ. რას ეტყოდი, რატომ უნდა გადმოეწერო? ნახე რა გვაქვს სათქმელი შენი აზრით? ჯერ პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური ქმედება როგორც ასეთი რა სრულად განსხვავებულია გირჩთან ერთად. ჩვენ ვიცით პარტიები, რომლებიც ოფისში მუშაობდნენ და მუშაობენ და იმ პარტიებთან მიმართებაში ჩვენი ოფისი მუშაობაც არის სრულად განსხვავებული. ეს ყველას ესმის. გარდა ამისა, იგივე პარტიები ქუჩაშიც მუშაობენ. მათ შორის ქუჩაში სხვა პარტიების საქმიანობა და ჩვენ შორის რა განსხვავება, აქაც რო სხვა ლეველზე ესეც დასანახია, ხო? ჩვენთან ერთად ეხლა ქუჩაში სიარული და პოლიტიკურ პროცესებში მიღების საშუალებას ვაძლევთ ამ ადამიანებს. დღეს დაგვჭირდა ქუჩაში სიარული და ვიღაც ხო არიან ხომ აი სხვა პარტიები, წვიმაში და ქარში თქმულად ვიდექი, ვიღაც ტიპები ეჩნდება სხვა პარტიებში, აი, რომ დააწანწალებენ. ჩვენ ვაფშე თარგმნით ამას სხვანაირად. იმათ კოორდინატორები ხა ჩვენ სხვა ტიპები მეგობრები, სხვა მეგობრები ტიპები ვიჩიტებ, რომელიც ხალის ქმნის, რომელსაც იდეა გვაქვს
რომლებიც აქ ვარ და სულად სხვა ფორმას კი პოლიტიკის კეთების. ამ ნაწილს ჩავთვალეთ, რომ ეს ახალგაზრდები პოლიტიკაში უნდა ჩაერთვენ. ამით უფრო მივიტანთ რომ ამ ამბავს, რაც ჰერმანის ამბავია, რომ მაჟორიტარის გადადია თაცმინდაზე. მე გურცელად ვჯერა, რომ შევა ყველა კარგად ვერ ხვდება ჩვენთვის რა დირებულება ეს არჩევნები და შევა ის პასიურობაც ამის ბრალია. და აი ამას თუ კარგად ავუხსნით და ამას ვაკეთებთ ხა ჩვენ ნივალ და სტუდენტებს ვეუბნებ, რომ ან იჯერებ, რომ ჰერმანს ასარჩევია და საჭიროა ქირჩისთვის. ან ჩვენ უნდა დაგვარწმუნო, რომ ესე არ არის. თუ ესე არ არის, ჩვენც გზადვართ და მოვხსნით ისეთ კანდიდატს, რომლის არჩევა მგონია რომ არ არის სწორი. თუ ამაში ვერ გვარწმუნებენ და თვითონაც ვეთანხმებია, რომ ჰერმანი ასარჩევია, მაშინ მოდი ამ პოლიტიკურ პროცესში ჩვენთან ერთად ჩაერთო, მოვიდა გადმოეწერა. მიდი არჩევნებზე გადმოეწერა? მივიდნენ არჩევნებზე, ხო, მივიდნენ არჩევნებზე, ხმა მოგცე. გარდა ამისა, გვინდა რომ ის ადამიანების დავიმეგობროთ, ვინც ამის შემდეგ სხვა პოლიტიკურ აქტივობებში, რომელიც ახლა საჭირო ამ ერთ თვეში გავაკეთოთ, აი სწორედ ამ სტუდენტებში გონია, რომ ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ ესეთები. ამ ადამიანებს შეუძლიათ კარგად გაიგონ ჩვენ რაც ვფიქრობ, რაც გვაწუხებს ის კვალიფიკაცია, ის IQ, ის მონდომებაც აი ამ ადამიანებში არის, აი პოლიტიკის დანახვის ახალი ხედვა ამ ადამიანებს აქვს ჩემი აზრით და სხვანაირად კეთებას აი ამ ადამიანებს შეუძლიათ. აი შეუძლებელი არის ახლა გირჩევა ვეძებოთ ჩვენი მეგობრები სხვაგანს, აი სხვანაირი კარგი ისეთი კოორდინატორი, თუ ისეთი მეგობრები, როგორც გირჩ გვინდა, იღება ესეთ ადამიანებში და ამ ადამიანებში რაც საფეხზავდის სანადირო დროების სამეგობროდ მივდივარ. გვინდა რომ პოლიტიკაში ჩავთოთ ამ ფორმით. რაც არც ერთ პარტიას გონი არ რაღაცა არ უცნი. თან შეხვედრა იქნება ჩვენთან როგორც არის პოლიტიკოსებთან, მან შენთან ვახოს. ხო, მე ძალიან მაინტერესებს სხვათა შორის, მანუ ჩემთვის კიდე ერთი ის არის, ანუ ეს დღეს მათ შორის ეს შეხვედრები ახლა აქ რასაც ვაკეთებ და ხალხს ვხვდებით, ჩემთვის არის რაღაცნაირი გაკვეთილივით ქუჩაში ხალხთან ურთიერთობის, იმიტომ რომ მე ქუჩაში ხალხთან ურთიერთობა არ მქონია 2016 წლის მერე და მაშინაც მქონდა სრულიად უცნაურ ფორმატში ძალიან, ანუ მარტვილის რაიონში დავდიოდი და ვაგროვებდი, ველაპარაკებოდი ხალხს, რომ ხმა მიეცათ იმ პერიოდის გირჩისთვის, რომლის შესახებაც მათ შეუძლებელია რამე წარმოდგენა ქონოდათ, რა ზოგადად. ამიტომ სულ სხვა სიტუაციაა. დღეს უკვე თაწმინდაზე მაქვს შანსი რომ ველაპარაკო ადამიანებს, რომელსაც ჩემ შესახებ მოусმენიათ, გაუგიათ, იციან რაზე ველაპარაკებ. ძალიან არავინ არ არის. ხო, ძალიან არ არის და ამიტომ მინდა რომ ეს პროცესი მთელი ეს რაღაცა წინასაარჩევნო პროცესი იყოს რაღაცნაირი გასართობი, ანუ იდეაში გაზაფხულდა რაღაცა კალხასიაძე ვართ ყველანი რაღაცა ესეთია და გონია რომ საკუთარი თავი გვა გამოსაცდელი რამდენად შეგვიძლია ქუჩაში ადამიანებთან საუბარი, ანუ რაღაცა იმათ რა უნდათ ადამიანებთან, კონტროლებთან არა ცხადია ხა პროვოკატორებთან საუბარს არც ვაპირებ, მაგრამ მართლა მაინტერესებს გულწრფელი ადამიანები, რომლებიც პოლიტიკოსებზე ცუდს ფიქრობენ, რატო ფიქრობენ, ნახოთ კი ვეცნის, რატომაც ფიქრობენ ზოგადად, მაგრამ ნუ მე მინდა რომ პოლიტიკოსების სახელით მე ავუხსნა რომ ეგრე ფიქრი რომ რა ვიცი ყველა ერთნაირია, ყველა იმაში, ეგრე შეგვიძლია ვთქვათ რომ რა იურისტებზე შეგვიძლია ვთქვათ, მასწავლებლებზე ვთქვათ, რაღაცა ვთქვათ და მგონია რომ ჩვენ გირჩევა უნდა ვუხსნათ ის რომ ჩვენ ვართ გამონაკლისი ამ ქვეყანაში პოლიტიკურ სპექტრში რაღაც თვალსაზრისით. ახლა აქედან ლაივით ვერ ავუხსნით, მაგრამ რაღაცნაირად მოგვიწევს ამის ახსნა. მე ამისთვის ვემზადები. ხო. ვახო რაღაცას ქადაგებს, მე იქიდან ჩავერთვები ცოტა ხანი და მე დაგემშვიდობებით. ვინც საჭირო იყო, იმან იცოდა. მაგრამ ახლა ვინც საჭირო იყო, არ იცოდა რა. შენასველი. ლაივში ხარ. ლაივში ვარ. ეგეთი კარგი საერთოდ ძალიან იშვიათად დამახოვნე მე. როცა შემიძლია რა ესე ადამიანებს ბუნებრივ გარემოში ველაპარაკო ჭეშმარიტ ღმერთს. და რას ელაპარაკობდით? ღმერთს ველაპარაკობდით, ასე უნდა გველაპარაკა. რა არის ჭეშმარიტი ღმერთი? თავისუფლება. თავისუფლებას ლაპარაკობდით. თავისუფლებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბიუროკრატიაზე ლაპარაკობდით. ყველა ხო რაღაცა ჩვენი ისა გვაქვს, ისტორია გვაქვს და ბიუროკრატიაზე. ამას პოლიციაში მუშაობდა, ის დღესაც სადღაც მუშაობს. ხო, ვიღაცა ნუ რაღაც სხვადასხვა გზებით ვარ. მეც ყოფილი ბიუროკრატი ვარ და ამ ჩვენი ასე თქვა სხვადასხვა გზების მიუხედავად დღეს ხო ერთი და იგივე აზრზე ვარ. რა მოვახერხეთ და ერთ და იგივე აზრზე დავდეგი. ამიტომ ხო გონია რომ ბიუროკრატიაშიც ხალხი გვისვეს, წეგანდელ საუბარს ვაგრძელებდით, რაც შენ ვლაპარაკობ. ბიუროკრატიაშიც ხო გვისმენენ მეთქი და შეუძლებელია რომ იქ ბევრად მეტი დრო აქვს, მოცლილები არიან რა. და ბევრად უფრო ნეიტრალური ხალხია, იმიტომ რომ ეს ბიუროკრატია როგორ ფორმირდა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ხელისუფლებების დროს დაინიშნენ. ხდები? ანუ სიტყვაზე, როცა ერთი ხელისუფლება შევარდნით დროს ვინ დაინიშნა, ახლა მის მიმართ იყო ლოიალური, მაგრამ იმის მე რამდენი გამოიცვათ ის ხო ისე ბიუროკრატია. ხო, და ნაწილი შეჭა.
გამოჩენილი ხალხია, საკუთარ ნეიტრალური, ამ პოლიტიკურად. ანუ აფილიაციები ფეხებზე კიდია რა. შესაბამისად, ჩვენ მათთვის როგორც აი ჩვენი კლიპი იყო ყველაზე მშვიდობიანი და ყველაზე ტრადიციული პარტია, ყველაზე უსაფრთხო პარტიაც ვარ. მშვიდობიანი ხარ მაგასაც. უნდა აწყო. ხო, ანუ ჩვენ მათთვის ყველაზე ბიუროკრატისთვის ყველაზე უსაფრთხო პარტია. პარტიის წევით გირჩი. აი. ხორგეთყვი რამეს. რატო ხარ აქ? აუ, იცი რა, აი, როგორები არიან რაღაცა საინტერესო პოს არ ვიცოდი, უბრალოდ წერან რაღაც. ანუ ხო მივალ იქ. აი, მთელი სკამია ჩვენი. ოკეი. გადავეწერე მთაწმინდაზე. პრინციპში დიდი ხანია მოგირჩის ფარდამჭერი ვარ და ახსნა არ ამჭირდება მაინც მაგის რო რატო უნდა გადავეწერო და საბოს რატო უნდა დაუჭირო ხარ ვარ. როგორ ჩანს ჩვენს დანარჩენ ფარდამჭერებს დაჭირდება ამის ახსნა, იმიტომ რომ ხო აი აუხსენეთ კიდე არიან ვიღაცები, ვისაც კიდე შეიძლება ჭირდება. და ეგაა ზუსტად ასაცნელი რომ ჩვენ ისეთ ფარდამჭერებთან ეს სამბავი რატო უნდა გადაიწერონ თასმინდაზე რატო უნდა დაუჭირონ საბოს ხარ როცა თავისი კავრი რატომ გასამის მნიშვნელოვანია რომ ეს მოდით რომ ერთი არის რომ მნიშვნელოვანია არჩევნები მოვიგოთ და წარმომადგენლები ყავდეს პარლამენტში გონია რომ იმ საფრთხეებს უკვე რომ ერთი წარმომადგენელი პარლამენტში ყავდეს იმდენი ვარ მადლობა მეორეა ჩვენი პოლიტიკური გზავნილი რომ აი ეს სისტემა მაჟორიტარული სისტემა არის შეიძლება იყოს იარაღი ვიღაცაებისთვის რომ ესე ვთქვათ არასამართლიანად მოიპოვონ რაღაც ხმები თუ ეს სისტემა არის გასაუქმებელი თუ არ უქმდება მაშინ გვაჩნია რომ ჩვენ გამოვიყენოთ და ეს სამართლიანი იქნება რომ ჩვენ თუ აი ჩვენი მიზნებისთვის ამ სისტემას გამოვიყენოთ ან გაუქმონ ან ხო მაშინ ხო თან ხო ჩვენ დამალულად არ ვაკეთებთ ანუ ამას ხო ყველა აკეთებდა სხვადასხვა დროს დამალულად ანუ ის დროს ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ საჯაროდ და ვიღაც აკეთებდა არა მე დავდე მე შემიძლია დავდო კაცო ამ უნდა მეგონოს ამ ქვეყანაში ყველა სულელია ვინც აქამდე ხელისუფლებაში იყო და ან უნდა მეგონოს რომ აკეთებდნენ და მე რაციონალური ადამიანი მგონია ჩემი თავი გამოვიყენოთ მაშინ აი იქ რაღაცა საინტერესო ადამიანები ყოფილან როგორც მითხრეს ვახო ელაპარაკა და მე დავადგები ახლა სიურპრიზად ჩავრთავ ლაივში გამარჯობათ მეგობრებო თქვენზე მითხრეს რომ ჩვენი მეგობრები ხართ რატო ხართ ჩვენი მეგობრები ეგ მაინტერესებს ხო ერთ ოთახში ცხოვრობთ თუნდაც იმაზე თათმეტ თავისუფლებისგან თავისუფლებისგან და რავი რა აი რატო გაიგივეთ თავისუფლება დღეს აქ მოსვლასთან იმიტომ რომ ადამიანი რა ვიცი თავისუფლად თუთლის თავს თუ თulis იმას რომ პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე და თავის ბედსაც თვითონ გააკარგავს უნდა მოვიდეს და იზრუნოს თავის მომავალზე რა თუ არ იზრუნებს და თუ არ გააკეთებს იმას რაც ჩვენ გავაკეთეთ და გადავეწერეთ მაშინ რა განსხვავება არის ისე რომ თავრობას მოთხოვოთ ყველა რაღაცა ანუ ადამიანებმა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე საკუთარ თავზე თქვენც ეგრე ფიქრობთ აი საიდან აღმოაჩინეთ გირჩი ან ვინ აღმოაჩინეთ ან როგორ მოხვედით ჩვენამდე ეგ გვაინტერესებს ხო საინტერესოა თქვენ რა სიტყვით რამე ხო რა გაქვთ კიდე დასამატებები მე ვიცი არ მგონია ეს არის ყველაზე ცოტა რაც ყველა შეუძლია გააკეთოს ხო აი რატომ მიგაჩნიათ რომ მნიშვნელოვანია და აი ხო მე მესმის რომ სახში ახლა ადგე მოხვიდე იუსტიციის სახში და გადაეწერო ორი წუთი დამავე ესეც ვიდა დავამატო არაფერი დიდ რაღაც მოთხოვნას არ მოვიქო აი ხო მაგრამ ნუ ვიღაც ადამიანები ხო ისეთი თემაა სახში ზიან ყველაფერი მოწონთ სიტყვაზე შენზე შეიძლება შენზე გიждდებიან მაგრამ მინიმალური ძალისხმევა არის საჭირო ადგე და აქ მოხვიდე აი ხო აი რატო არის მნიშვნელოვანია თქვენ რამ გადაგაწყვეტინათ ის რომ ხო გადაწყვეტეთ პასუხისმგებლობა აიღეთ იმაზე რომ მოსულიყავით და ეს გააკეთებიათ აი რა იყო ის გადამწყვეტი ფაქტორი თუ გიფიქრიათ ყველაზე კარგად ამ ადამიანებს ხო აზრში რასაც ლაპარაკობენ ხო უღრეს მადლობა ხალხო რა მე მგონია რომ აი ამ პროექტში მონაწილე ხალხი რომელსაც მე გუშინ არ ვიცნობდი და დღეს ვიცნობ არიან ყველაზე უსაყვარლესი ხალხი ჩემთვის ვისაც ვიცნობ დიდი მადლობა აი ამ ხალხთანაც მივიდეთ. გამარჯობათ კიდევ ერთხელ. როგორ არის ბავშვი? ძინავს? აბა თქვენს გითხარით მიზეზი, ყველას ვათქვენებთ მიზეზს, ანუ მაინტერესებს ადამიანების მოსაზრებები, აი რატო თვლიან საჭიროთ რომ პატარა ბავშვთან ერთად მოვიდნენ და ამ იმაში რა ქვია, საბოს გამეფების პროცესში მიიღონ მონაწილეობა.
ყველას ვისაც საერთოდ სამართლობა ამ ქვეყანაში მით უმეტეს ახალგაზრდებს უნდა მიიღო მონაწილეობა რა ჩვენი ხმა ასე ვთქვათ მივაწვდინოთ იმით ვისაც არის და თქვენ ხართ ჩემთვის იდეალური პარტია და წარმომადგენელი ვის სწორად მიაწვდეს მე პატარა ბავშვით ვიხარი ეგეთ რაღაცებს რომ მეუბნებიან მართლა მაგას ხარ დამატებ კი რა თქმა უნდა ანუ ისა ჩვენი ბრძოლა ერთად რომ აი მოგბეზდა ეს კომუნისტური აზროვნება რომ ვინც მანდ იქნება უკვე ჩვენზე მეტია და მართავს როგორც თხებს ხო? ხა, ცხვრებს. ხო, ცხვრებს უფრო სწორად და აი მართავენ და აი ჩვენ ვართ რაც ვარ და ამისი არის შარვალ კოსტუმებში, რესტორნებში 2000 ლარებს დებენ მარტო ერთ პატარა მაგიდაზე და მარტო ბიუჯეტიც ამათია და ყველაფერი ამათია და ხალხი კიდე რავი უნდა იმუშაოს 400 ლარზე სახში პურითი შეიტანა, всё საკმარისია, კაია. ანუ ისინი მაღალი ღობე არიან, ჩვენ დაბალი ღობე. და ისინი არიან უფრო მაგარი ხალხი. ჩვენ ეგრე არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ერთად რო ვართ, ერთობლივობა. ყველას აქვს თავისი საქმე. ერთი სპორტსმენია, ერთი მუსიკოსია, ერთი ჟურნალისტია, თავის საქმეს აკეთებენ და რატო უნდა იყოს ისე, რადგან კომუნისტების დროს ესე იყო, რომ ისინი მეტნი არიან და მართავენ ჩვენზე მეტ. იმათსაც უბრალოდ თავისი საქმეა. ეგ არის ჩვეულებრივი საქმე და არა ღობეზე გაყოფა. რომ ისინი მეტნი არიან ჩვენზე და აკეთებენ რაც უნდა და всё ეგრეა. ეგრე არ უნდა იყოს, ქვეყანაში უნდა იყოს ერთი აზრი. თუ მე თუ ადამიანი ვარ, მე ვერ შემეხები რაღაცის მიღმა. თუ არ გიშავებ, ვერ მეხები. იქნება მაყოფილი, ეგ შანსი არა, არანაირად არ მოდის არც ერთ იმაში ჩართული, მაგრამ უმცირეს, ისა უმრავლესობა თუ არ ეგ მაყოფილი, ხო? როგორც სხვა ქვეყნებში, ნორვეგია და ასე შემდეგ, ვინც ათეულში შედის. ესე იგი კარგია. და მე თქვენში ვხედავ იმ პოტენციალს, რომ თქვენ რო იქნებით მან, ხო, ესე რომ ვთქვათ, ჭალებში, ვიქნებით ერთად. თქვენ უკვე ჩვენ აზრსაც გაითვალისწინეთ. თქვენ რაღაცას ხალხისაც ლაპარაკობთ. რა თქმა უნდა, ანუ თქვენ ხალხის აზრს და ხალხის ლაპარაკსაც მოისმენთ და არა ისე რომ აუ მოდი ესენი და ეგრეა საჭირო და всё არა, ეგრე არ უნდა იყოს. აი მაგიტომ ხედავ თქვენში იმ პოტენციალს. აი ეს ორი ადამიანი არის ერთ-ერთი მიზეზი, ვინც მე აი ამ ესე ვთქვათ, ჭალებში კამანდაში მომიწვია და მადლობას ვუხდი, რომ მართლა თვალი გამართლეს რა, ვიცოდი გაგონილი მქონდა, მაგრამ უფრო წვრილ მანებში მაგარია ძალიან, მე მაგარი საქმე გავუკეთეთ სხვათაშორ. გაიხარეთ, დიდი მადლობა. იმედია მივახცეთ და ვიბრძოლოთ. აუცილებლად თქვენად არ გამოვა. მადლობა დიდი. ლაივში ვართ. დავისვენებ, ახლა გავთიშავ. დაგემშვიდობებით ხალხო. დიდი მადლობა რომ აქამდე გვისმენდით. 154 ადამიანი გვისმენს ამდენი ხნის განმავლობაში მინიმუმ. დროებით ცოტა ხანში შემოგიერთდებით რამე ფორმით.